მოგესალმებით მეგობრებო ყველას, როგორ ხართ? დღეს ვისაუბრებთ ვინ არის არიმანი ამის შესახებ. ალბათ მოგეხსენებათ, არიმანი არის ასევე ნარიმანი, ასევე ამირანი. მოდი ვნახოთ, რას გვიყვება ვიკიპედია ამის შესახებ. ესე იგი, ჯერჯერობით დავგუგლე გერმანულ სივრცეში, ვინ არის არიმანი და რა ხდება არიმანის შესახებ რა. და გადაგითარგმნით ახლა. ანგრამანიუ, ესე ქვია, მაინიუ, მეორე სახელი მისი არის არიმანის ანგრამაინიუ და არის არგაგაისტ, ანუ სული არის, რომელიც არის ბოროტი, ბოზაგაისტ, ფაინძელიგა გაისტ და აი ესე იგი უბოროტესი რა. მაგას რა ქვია, არგა არის, მოკლედ მოჩხუბარი, ბოროტი და მტრული სული არის. Ist ein Avestischer Begriff, ხო? Avestischer რას ნიშნავს? აგერ die Avestische Sprache, Avestische ესეთი ის არსებობს, ალბათ ქართულად რა ქვია? Avestische Sprache, ანუ რომელიღაცა ენა არის ავესტიური და ავესტიური ენიდან მოდის ეს არიმანი რა და In der Zoroastrismში ეს არის Theologie des Zerstörungs beziehungsweise ანუ გამანადგურებელი ღმერთი არის. Das Zerstörerische repräsentiert. ანუ და წარმოადგენს წარმოგვიდგება როგორც გამანადგურებელი არსება. წარმოგიდგენიათ? ანუ გამანადგურებელი არსება არის ეს არიმანი რა, ზოროასტრიზმში. ახლა კიდევ ვნახოთ in der persischen Texten des Zoroastrischen Traditionen erscheinen der Name erstmal als Ariman. Nu, იქ არიმანს ამატებენ, ხ არის დამატებული, მაგრამ გამოითქმება როგორც არიმან. ხო, სპარსულ ენაში არიმანად მოიხსენიება. Als Persifikation des mit Hilfe des weiblichen Dämons Jahi erweckten Ariman findet sich auch die Bezeichnung schwarzer Dieb. ესე იგი, ნახე, მისი მდედრი ვერსია არის ჯახი. ანუ ჯახი ქვია მის მდედრ ვერსიას, დემონს. მდედრ დემონურ ვერსიას ქვია ჯახი და erweckt Ariman findet sich auch die Beziehung schwarzer Div. Div არის, ესე იგი, რა არის Div? Seine Wesen aus der iranischen Mythologie. ირანული მითოლოგიიდან Div არის მოწინააღმდეგე, ესე იგი, Königen und Helden. საპირისპირო, ხო არის პროტაგონისტი, ანტაგონისტი, ხო? არის დემონი და გმირი. აი გმირის მოწინააღმდეგე, საწინააღმდეგო არის ეს Div. ესე იგი, ჩვენ რას ხედავთ აქედან? ხედავთ იმას, რომ ეს არიმანი თვითონ დემონი, რომელიც ეს დემონების ღმერთი, ახლა კიდევ არის აქ სხვა ინფორმაციები წავიკითხე. დემონების ღმერთია, მთელს დემონებს ქმნის ეს არიმანი და ქვესკნელის მართველი დემონია რა და გავაგრძელოთ თუ გინდათ. Ariman მითოლოგიაში ვნახოთ რა ხდება არიმანზე. Das böse Prinzip nach Zerdust, ესე იგი ქაოსის წარმომადგენელია. აღძრავს ჯახანი მის მდედრი ჯახი, ხო? ჯახი არის მდედრის სახელი და წარმოიდგინე ახლა ნარიმანის კარზე რო ვიდექი, მართლა ქაოსი და ჯახის მეტი არაფერი მინახავს, მართლა ოღონდ რა. აქ არის ესე იგი böse Prinzip nach
Zerdust oder zoroastrische Religionssystems, der ewige alleinige Gott. ესე იგი, მარტო მდგომი ღმერთია და ასახავს ბოროტებას. ზოროასტრიზმში ასევე, რა თქმა უნდა, alleinige Gott, Seruane, Akene, brachte Licht und Finsternis oder Ormus und Ahriman hervor. ანუ ესე იგი ლუციფერის მოწინააღმდეგე პირია და სატანას წარმოადგენს, როგორც მე წავიკითხე. საინტერესოა რა, ეს ლუციფერი და სატანა სხვადასხვა ტიპები არიან და როგორც ჩანს, ეს ლუციფერის მოწინააღმდეგე პირი არის ეს არიმანი. და თქვენ იცით, რომ ლუციფერი არის როგორც მოაღმშთიან არის ცისკრის ვარსკვლავი აღწერილი რა, ლუციფერი არის ცისკრის ვარსკვლავი. ცისკრის ვარსკვლავი ასევე არის იესო. ანუ მისი საწინააღმდეგო ტიპია რა. ეხლა მეტი რაღა უნდა წავიკითხოთ, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მას ეცილება. ოიცადე ერთი წუთი. ესე იგი, ორმუზი და არიმანი იყვნენ ორივე სინათლისა და სიბნელის წარმომადგენლები. ანუ ორმუზი იყო სინათლის, არიმანი იყო სიბნელის წარმომადგენელი. რომლებიც ცხოვრობდნენ თავში იყვნენ შემოფარგლული და ცხოვრობდნენ, ესე იგი, ორივე ცხოვრობდა უოვეზენ ლებთნ in einsam in ihrem Reich და თავიანთი სახელმწიფოები ჰქონდათ. ორმუზი იყო ეს სინათლე, არიმანი in den Finsternis, არიმანი იყო კიდე სიბნელეში. Da schuf Gott die Welt და იქ შექმნა ღმერთმა სამყარო. Damit das Gute in Kampf mit dem Bösen wahrlich werden. ესე იგი, კარგი და ცუდის ან ბოროტისა და კეთილის ერთმანეთთან შეპირისპირება, რომ გაცხადებულიყო რა, რომ მოსულიყო სინამდვილეში. ანუ რეალიზაციაში მოსულიყო. Damit die Gute und diese letzte durch das Gute untergehe. ესე იგი, der Welt gab eine Dauer von 4 großen Perioden. ესე იგი, 4 დიდი პერიოდი მისცა am ვითარებას eine jeden von და თითოეული იყო 3000 წლიანი. In der ersten sollte das Licht herrschen. პირველში უნდა ემეფა სინათლეს. მეორეში უნდა ემეფა სიბნელეს და siegende Gewalt des Lichtes. და უნდა დაემარცხებინა სინათლე ამ სიბნელეს. In der dritten და მესამეში ოზმუც, ესე იგი სინათლეს და არიმანს gemeinschaftlich ერთად უნდა ემუშავათ, ერთად უნდა ეცხოვრათ. In der vierten wieder beide doch das böse Prinzip als Sieger den Untergang der Welt, damit aber auch seinen eigenen Untergang bewirkend. და მეოთხეში უკვე ორივე ჩაიძირებოდა სინათლეს და სიბნელეც. ოზმუნდმა სინათლის ღმერთმა შექმნა ყველაფერი ესა სინათლის შუქზე გამოიტანა ამ ოზმუნდმა პირველ თავის ციკლში. durch diese Sinne wahrnehmbar. ხო და ამითი იყო ის შესამჩნევი. Arimani sollte derselben eine fruchtbare Schöpfung der Finsternis entgegnen. არა, Schöpfung der Finsternis entgegen. ხო, ანუ არიმანი უნდა შეწინააღმდეგებოდა მას, ხო? ანუ არიმანი შეწინააღმდეგა მას, doch selbst im Zweifel über seine Stärke wagte er im ganzen ersten Zeitraum keinen und selbst aufgefordert von seinem bösen Genien auch im zweiten noch nicht einmal ein Kampf.
wozu sich erst Ende besessen stark genug fühlte und dem Himmelkrieg bot. ესე იგი პირველში არიმანმა, პირველივე შეჯახებაში არიმანმა როდესაც შეებრძოდა სინათლეს, თავის თავში არ იყო დარწმუნებული. Wagte im ganzen ersten Zeitraum keinen. იმდენად არ იყო თავის თავში დარწმუნებული, რომ ვერ გაბედა თავისი სიძლიერის გამომჟღავნება. და თავისივე ბოროტ გენიებს დაერია. Heute selbst auch aufgefordert von seinen bösen Genien. უბრალოდ თავისი გენიები დაერიუნენ. რა, ანუ თავისი გენიები, ესე იგი თავისი ეჭვები, თავის თავში რო არ იყო დარწმუნებული. Auch im zweiten noch nicht einmal ein Kampf. და არც მეორე ეტაპში, როცა მისი აღზევება უნდა მომხდარიყო, ხო? პირველი ეტაპი იყო სინათლის, რომ მას უნდა ემეფა, მეორე ეტაპზე უნდა ემეფა სიბნელეს და აი მეორეშიც ვერ მოახერხა თავისი იმის გამოვლინება, ნიჭის გამოვლინება, იმიტომ რომ თავის თავში ეჩვეპარებოდა რაღაცა თავისი გენიების გამო. ხო და ამიტომ მეორეშიც ვერ მოახერხა მმართველობა და Amidom selbst auffordert von seinen bösen Genien auch im zweiten noch nicht einmal ein Kampf, wozu sich erst am Ende desselben stark genug fühlte und dem Himmelkrieg bot. Aha, და საბოლოო ჯამში ბოლო ეტაპზე, აი სულ ბოლო ეტაპზე ორივე რომ უნდა ჩაძირულიყვნენ, აი ბოლო ეტაპზე გაძლიერდა და ზეცას განუცხადა ომი. Er drang selbst doch allein in den Himmel ein, ანუ შეიჭრა ზეცაში და von Einsätzen ergriffen auf die Erde herabgestürzt. Ward aber von Einsätzen ergriffen auf die Erde herabgestürzt, kam bis in ihrem Mittelpunkt, tötete den Urstier, შებილწა ცეცხლი. ხედავ რა მოხდა, გახსოვთ ხარზე რო არის საუბარი და საერთოდ ქართულ მითოლოგიაშიც და ქართულ ძველ თქმულებებში ხარზეა საუბარი რა და ესე შეიჭრა ზეცაში ეს არივანი ბოლო ეტაპზე გაძლიერდა. ანუ მეოთხე დეკადაში თუ მეოთხე ციკლში, მეოთხე 3000 წლიან ციკლში შეიჭრა ზეცაში, ჩამოაგდო ეს ზეციდან ყველაფერი, რაც კი ყველაფერი არა, რაც სიძლიერე იყო, მაგალითად დაერია ხარს, დაერია და შებილწა ცეცხლი და აი აუ ეხლა გავგიჟდები, მართლა გეუბნებით, აი ნახეთ, მე რო ხილვაში მქონდა ნარიმანთან ბრძოლა რა. რას აკეთებდა იცი? ცეცხლი, ანუ ორი კაცი ედგა ესე გვერდით და ცეცხლი ენთო შუაში და ამ ცეცხლიდან მაყრიდა ამ ფერფლებს და იმებს და აი ნახე რა წერია აქ. ესე იგი, unvereinigt das Feuer durch Rauch und Dampf და ბოლი, გესმის? ბოლსა და იმას შვებოდა შებილწა ცეცხლი რა და ზუსტად ეგრე აკეთებდა და მე რას ვაკეთებდი იცი მე არ მომწონს ეს თემი. რას ვაკეთებდი იცი მე ესე იგი გამოვთქვავდი რაღაცა სიტყვებს, აი ამ ბოლსა და კვამლს უკან ვუშვებდი მისკენ და მას ქონდა ესე იგი როგორი სახე ქონდა. იცი ჯერ ჩონჩხი ხო იყო? აქ-აიქ ხორცები ქონდა. სკილეტი იყო რა, სკილეტი კი არა და აი რაღაცა აი ნახევრად ხორცშესხმული რაღაცა იყო და ამა რომ აყრიდა ამ ფერფლებს და რაღაცეებს, ხო? ვტრიალებდი, რაღაც სიტყვის გამოვთქვავდი, ხელებს ისე ვამოძრავებდი და უკან უბრუნებდი ამას და ვერ ბოლოს დაჯდა თავის ადგილზე, მოჯდა რა და საბოლოო ჯამში ხა რა ხდება ნახეთ, აქაც იგივე წერია. ესე იგი ამ ცეცხლის შებილწვა, რომ გადააქცია კვამლად და ბოლად და verehrte mit seinen Genossen alles ganzlich და თავისივე ხალხის, ანუ გენიებთან ერთად მოაჯდა ამ ყველაფერს. Und stürzte alles in finstere Nacht და სიბნელეში
ჩააგდო მთელი ყველაფერი ეს დედამიწა იყო თუ სამყარო თუ რაც იყო რა. Bisher durch Osmund und die Verwes, das heißt die von Gott geschaffenen Geistern Vorbilder, die Ideale vollkommener Menschen und Dinge zurückgeschlagen und in den Abgrund der Verdammnis gestürzt war. და იქამდე მოაჯდა ამ ყველაფერს, სანამ ისევ და ისევ ამ ოზმუნდისა და ღმერთის ქმნილებების კეთილი არსებების მიერ არ იყო ისევ უკან დაბრუნებული, არ დაბრუნდა ისევ უკან სიბნელეში. ანუ რა ხდება ახლა ისევ მოვიდნენ ესენი, მოერივნენ ამ სამყაროს მომჯდარ სიბნელეს, ამ არიმანს და ჩააგდეს ისევ სიბნელეში, სადაც მისი ადგილი იყო ოზმუნდმა, ანუ სინათლემ და მისმა ღმერთის ქმნილებებმა. მისმა კი არა, ღმერთის ღვთის ქმნილებებმა. Die von Gott geschaffenen Dennoch raffte sich Ahriman wieder auf, mehr ist წამოდგა ეს Ahrimani, drang vor bis zu Ende und machte sie zu seinem Wohnsitz. და ისევ დაეპატრონა აი ამ სამყაროს. ესე იგი აქ მიდის მთელი ომი, მთელი რიგი, ესე იგი ოზმუნდისა და Ahrimanis ბრძოლა მიდის, გესმით? და ეს ეპატრონება ისევ Ahrimani am სამყაროს. მერე წავიდეთ, აბა ნახოთ რა მოხდა. Jetzt beginnt die dritte Periode და მესამე პერიოდში როდესაც კეთილი და ბოროტი ერთად მეფობენ jedem guten Geschöpf des Osmunds setzt Ahriman ein Böses entgegen. Durch den Umherrschen Kayamors vermag er nichts entgegenzusetzen. Როგორც ჩანს, ახლა მე მეფობენ აქ ორივე ერთად, ესე იგი რაც კარგია, რაც სინათლეა, ეს ეწინააღმდეგება ამ სინათლეს, ანუ ორივე ერთად მეფობა რას ნიშნავს? ბინალური სამყარო, ანუ გაორება. არსებობს კეთილი, ბოროტი ებრძვის კეთილს, ეს ორივე არსებობს, მაგრამ ერთმანეთს ებრძვის. მერე რა ხდებაო, რაო? ესე იგი Dennoch raffte sich Ahriman wieder auf, drang vor bis zur Erde und machte sie zu seinem Wohnsitz. Jetzt beginnt diese dritte Periode, während welche Gutes und Böses gleich geteilt herrscht. Jedem guten Geschöpf des Osmunds setzt Ahriman ein Böses entgegen. Nur dem Urmenschen Kayamors vermag er nichts entgegenzusetzen. ხედავ, კიდევ ეხლა მესამე კიდევ პირველი ძალა არის აქ, კაიომორტის ძალა. კაიომორტის ძალა არის, რომელიც სუპირველი ქმნილებაა. აი ამ კაიომორტს ვერაფერს ვერ უშვება ეს. მართალია სინათლეს ებრძვის, ანუ ბინალური სამყაროა, Ahrimani ებრძვის ოზმუნდის ქმნილებებს, მაგრამ კაიომორტის ქმნილებას ვერაფერს ვერ უშვება. რა საინტერესო ვიღაცა ეს კაიომორტი პირველად მესმის. Vermag er nichts entgegenzusetzen, daher er ihn mit allen seinen Kräften angreift und nach einem 30 Jahre dauernden Kampf überwindet. Darauf die ersten Menschen Meschia und Meschiane verführt. Messiasთან მივედით. ესე იგი, კაიამორტს ებრძვის მთელი 30 წელი, ვერაფერს ვერ უშვება და საბოლოო ჯამში მაინც ემას უიზავს რა, რაღაცას ავნებს, überwindet. არაფერს არ უზავს, უბრალოდ 30 წელი გავა ამასობაში, რომ ეს ებრძვის კაიამონს და ამასობაში გამოჩნდებიან darauf die ersten Menschen Meschiach und Meschiane verführt. და შეუერთდება მოშიახებს. მოშიახებს შეუერთდება. ესე იგი ებრაელებს შეუერთდება რა. მოშიახები ებრაელები არიან. აი ეს Ahrimani შეუერთდება მოშიახებს ამ კაიომორტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ახლა ვნახოთ რა ხდება. Im 4. Weltalter gewinnt er die Obergewalt, lässt einen
Kometen auf die Erde herabstürzen, welche sie in Brand setzt und in einen glühenden Metallstrom verwandelt. და ჩამოაგდებს დედამიწაზე, ესე იგი კომეტას, რომელიც მთელს დედამიწას გაახვევს ცეცხლში. და hierauf in den Abgrund Duzak Ariman's Reich hinabfließt und ihn völlig ausbrennt. Ein Los, das dann zulässt auch Ariman und seine bösen Geister trifft. ესე იგი თავის თავსაც გაანადგურებს ამას სოფაში. ჩამოაგდებს ეს რაღაცა დაანგრევს მთელ დედამიწას და თავის თავსაც ანადგურებს. წარმოგიდგენია, ესეთი დებილი ღმერთი არის. ანუ არ ვიცი რანაირი დებილია თუ რა არის, მაგრამ რაღაცნაირი უაზროა რა, თავის თავსაც ანადგურებს. ეხლა აბა ნახოთ რა ხდება კიდე. Hiermit wird das Reich der Finsternis zum Reich des Lichts. თავის თავს თვითონ ანადგურებს და მერე ისევ და ისევ სინათლე ისადგურებს ამ დედამიწაზე. Die bösen Geister werden rein gebrannt და თვითონვე დაიწვევიან აი ამ თავიანთ წარმოებულ ცეცხლში ეს ბოროტები. Sie erscheinen mit Ariman an Osmunds Seite vor dem Thron Gottes. და ესე იგი ნახე დაჟე რა მოხდება იცი თუ ხო ჩამოაგდებს ამ ცეცხლს და იმდენად განწმინდავენ იმ ბოროტის სულებს ამ ცეცხლით განიწმინდებიან თვითონ ეს ბოროტის სულები და შეუერთდებიან ოზმუნდის მხარეს აი ეს ბოროტის სულები ეხლა მე მგონი მანდ ვართ ჩვენ რა აი ზუსტად მანდ ვართ რომ ეს ცეცხლი მაინც კომეტა არ უნდა იყოს ეს ასევე არის გადატანილი მნიშვნელობით ცეცხლის სიტყვაც არის და ზუსტად ეგ არის რომ აი იმდენად განიწმინდებიან ეს სულები ამ არიმანის სულები რომ შეუერთდებიან სინათლეს ძალიან კარგი ეხლა ნახოთ კიდე როგორ დასრულდება და დაждდებიან ღმერთის მხარეს Sie sündhaften Menschen da ცოდვილები კი gleichfalls gereinigt გაიწმინდებიან bewohnen die gereinigte, hell strahlende Erde des guten Herrschers allein. Aha. ანუ ეს იქ რა ხდება, მეგობრებო, ეხლა აქ ხდება მთელი დიდი ომი, 4 კატეგორიად დაყოფილი არის. პირველში მეფობს სინათლე, მეორეში უნდა ემეფა სიბნელეს, მესამეში უნდა ემეფა ორივეს და მეოთხეში უკვე ორივეს დასასრული უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე მგონი სწორედ გავიგე, ორივეს დასასრული და ორივეს უნდა საბოლოო ორივეს დასასრული უნდა ყოფილიყო და რა მოხდა? ამ არიმანის მეშვეობით ეს ბოროტი ძალა, რომელიც მთელს ამ ქაოსს შემოიტანს დედამიწაზე და ამ ქმნილებებს გაანადგურებს, საბოლოო თავის თავსაც ანადგურებს და იმდენად ანადგურებს, რომ მისივე გენიები განიწმინდებიან და შეუერთდებიან სინათლეს. ოზმუნდს და აი ეს ოზმუნდი საბოლოო ჯამში დედამიწაზე იმკვიდრებს სინათლე და მშვიდობა. და საქმე იმაშია, რომ აი ეს კაიო მორტი აღარ არის ნახსენები. კაიო მორტები ვინ არიან ნეტა? როგორ მაინტერესებს? კაიო მორტები ვინ არიან და ალბათ ეს პირველ ქმნილებები არიან ეს კაიო მორტები და მერე მეშიახებიც არიან როგორც ჩანს ვიღაცეები როდის შეიქმნენ არ ვიცი მაგრამ ამ მეშიახებთან ერთად როდესაც არიმანი გაერთიანდება და ამ კაიომორტებს აღუდგება წინ როგორც ჩანს ოზმუნდი უკვე მკვდარია ოზმუნდის სამეფო ჯერ დამარცხებულია და ოზმუნდი ვეღარ მეფობს მაგრამ კაიომორტის სამეფო აღუდგება ამ არიმანს აი მე მაინტერესებს ახლა დღევანდელი გადმოსახედიდან ეს კაიომორტები ვინ არიან რომელი წარმომადგენლები არიან ამ დედამიწაზე დღევანდელ დღეობაში რა იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ პირველ ქმნილები თუ არიან ადამის შთამომავლობა ეს კაიომორტები მაშინ ესენი უნდა იყვნენ აუცილებლად ჩემი აზრით ისევ და ისევ საქართველოს ტერიტორიაზე იმიტომ რომ ესე მგონია რა ხო და ეს კაიომორტები პრინციპში არეგულირებენ ამ კაიომორტებს ვერ ერევა ერთერთი ბნელი ძალა როგორც ჩანს აი აქედან
ამ მითოლოგიებიდან გამომდინარე. ეს მითოლოგიური სინთეზია, მეგობრებო რა, სინთეზია შექმნილი და გადმოცემულია ყველა მითოლოგია ერთად რა და ეს კაიომორტების მნიშვნელობა დღევანდელ დღეობაში ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ჩემი თავი მაგალითად მე ამ მითოლოგიებიდან მივაკუთვნებდი ჩემს თავს კაიომორტების წარმომადგენელს. მე ესე ვთვლი. სავარაუდოდ კაიომორტები იყვნენ ბაგრატიონები რა, მე ესე ვთვლი. როგორც ჩანს კაიომორტებს ვერ ერევა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ომი აქვს. მეშიახები და კაიომორტები, ესე იგი გამოდის რაში, რა გამომდინარეობს, იცი, რომ ქალდეველები და იუდეველები. მე ესე დავაკავშირე ერთმანეთს. ხო და გავიგეთ ალბათ რა, არიმანის მნიშვნელობა. არიმანის მნიშვნელობა ეხლა ყველა სახელს თავისი ენერგეტიკა მოაქვს და თავისი ენერგეტიკა ხომ გითხარით ეხლა სინათლე და სიბნელე ხო თქვა ქრისტემ რომ სანამ მე ვარ მანამდე ნათელი რომ წავალ მე დაიწყება უკუნი ღამე. ესე იგი ქრისტეს მოსვლის დროს დაწყებული იყო ალბათ სავარაუდოდ მეოთხე დეკადა, არა მეგობრებო, მესამე დეკადა იყო დაწყებული. აი ახლა ამ მითოლოგიის მიხედვით ქრისტეს მოსვლისა და ამაღლების დროს მესამე დეკადა დაიწყო და მესამე დეკადა აჰა გავიდა 2000 წელი. რა წერია 30 რამდენი წელი უნდა ყოფილიყო 3000 წელი იქნებოდა თითოეული დეკადა. მოშიახები როდის იყვნენ მოშიახები? ანუ არ ვიცი, შეიძლება კიდევ დავალაგოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ ესეთ რამეს, რომ 3000 წლიანი დეკადები ხო არის, ანუ 4 ჯერ 3 9. რა 9 12 ხო? ესე იგი მე-9-ზე 900 წელზე რო გადავთვალოთ ხო მე-12 აი ბოლო 9000 და 12000 შორის იქნება აი ეს ომი, როდესაც კაიომორტებიც გამოჩნდებიან, მოშიახებიც გამოჩნდებიან, ესენი ერთმანეთს შეებრძოლებიან და საბოლოო ჯამში მინამაცხებს ოი მე-5 გამოჩნდა კიდევ ვიღაცა, მოიცავ ნახოთ. Duzach გამოჩნდა, მოიცა der Herauf in den Abgrund Duzach Arimans Reich. არა, Duzach იყო Arimans Reich. Arimani იყო, ხო, hiermit ist das Reich des Finsternis zum Reich des Lichts. ეს ბოლო ომი იყო მეგობრებო, კაიომორტებისა და მეშიახების ომი იყო ბოლო ომი. და აი ამ ომის მერე უკვე რომ ჩამოვარდება ამ არიმანის მეშვეობით ეს დიდი ცეცხლი დედამიწაზე განიწმინდებიან ყველა ბოროტი სულები და შეუერთდებიან ოზმუნდის სამეფოს, ოზმუნდის ტახტს. ანუ ეხლა ეს დიდი ომი მიდის რა, მოშიახებისა და კაიომორტების ომი მიდის ეხლა. აი ეხლა ვიმყოფებით აი ამ მოშიახებისა და კაიომორტების ომში, იმიტომ რომ თვითონ არიმანი მოშიახებს შეუერთდა. გესმით? მეშიახ. ხო და აი ამ საინტერესოა თვითონ აი ამაზე რა წერია მეშიახებზე, ვინები არიან ესენი, აბა ვნახოთ. გაიხსნას? არ იხსნება? Wen არის მეშია, არ გაინტერესებს? Das erste Menschenpaar, welche durch Kayamort nach seinem Tode gewissermaßen erzeugt wurde. ესე იგი ეს მეშიახები არიან ადამი და ევა. პირველი ადამიანის წყვილი, რომელიც კაიომორტების სიკვდილის შემდეგ შეიქმნენ. In den die Toten erfinsternden Feuchtigkeit von den Sonnen gereinigt. Aha, ესე იგი.
მზისგან იყვნენ ესენი განწმენდილები, რაღაცა როგორც ჩანს სინესტე იყო და მზემ განწმინდა ეს სინესტე და 40 წლის მერე რაღაც ხემ ნახეთ რეებს წავაწყდით მეგობრებო, რა ხეებზია საუბარი. ესე იგი, როგორც ხე ესეთი, ხო, აღწერილი არის ამითოლოგიის მიხედვით, 40 წლის მერე აღმოცენდა ხე, რომელიც იყო აღნიშნული როგორც ქალი და კაცი. კაცის გაერთიანება, ესე იგი, მდედრი და მამრის გაერთიანება იყო ამ ხეში ასახული. და seine Früchte werden 10 Menschenpaare von den Meschiach und Meschiachin urteilen. ნახეთ. საიდან არის წერტილი, სად არის? არსა წერტილი არ ზის? Kai, წავიკითხოთ. Das erste Menschenpaar, welches durch Kaiamords nach seinem Tode gewissermaßen erzeugt wurde, indem die dem Toten entfließenden Feuchtigkeit von der Sonne gereinigt nach 40 Jahren einen Baum emportrieb, dessen Stamm gestaltet war wie Mann und Weib in ihrer innigsten Vereinigung. Seine Früchte waren 10 Menschenpaare. Von denen Meschiach und Meschia die Ureltern den Menschen wurden. Die weitere Siege von ihnen ist der Erzählung von Adam und Eva ganz gleich. ანუ მივადექით, ესე იგი, ვინები არიან ადამ და ევა, არიან მეშიაების წარმომადგენლები, მეგობლებო. ესე იგი, ესენი არიან კაიომორცების შთამომავლობა კი არა და კაიომორცებმა წარმოშეს ადამი და ევა, როგორც ჩანს და მათ ეწოდებოდათ მოშია. მეშია და მეშია კიდე, ხო? წარმოადგენდა ერთ ხეს, რომლისგანაც გამოედინებოდა 10 ნაყოფი. ესე იგი, ნაყოფი ნიშნავს იმას, რომ ალბათ 10 შტო გამოედინებოდა ამ მეშიადან. ადამ და ევასგან, ესე რომ ვთქვათ, 10 შტო წარმოვიდა და აი ეს მეშიახი იყო თუ ვინც იყო, მოშიახებს რო უძახიან დღეს თავისთავად, ალბათ მეშია არის ნაგულისხმევი, ადამ და ევას წარმომადგენლები არიან მეგობრებო. და პირდაპირი მნიშვნელობით ეს მოშიახები არ იმას უერთდებიან, ანუ ადამ და ევას წარმომადგენლობა არ იმას უერთდება და ჩემი აზრით ბაგრატიონები არც ადამ და ევას შთამომავლები არიან და არც მაგის მსგავსი, ისინი არიან პირველ წყაროები, როგორც არიან კაიომორტსები. მოდი აბა კაიომორტსების შესახებაც წავიკითხოთ, ერთი ვინები არიან. კაიომორტსები, აბა ვნახოთ, der Urmenschen, welche aus der Reich vor der Hüfte des Urstiers Abduda entstand, nachdem Ahriman denselben hatte töten lassen. Aha. ესე იგი, მეგობრებო, რატომ არის საქართველოში ხარი მნიშვნელოვანი თურმე რა? ესენი წარმოიშობიან იმ პირველი აბუდად. ქართული სიტყვას მაგონებს ეს სიტყვა აბუდადი. აბუდადი რამეს გაგონებთ ქართულში? არსებობდა ესე იგი ხარი აბუდადი,
რომლისგანაც წარმოიშობოდნენ აი ეს სპარსული მითოლოგია არის ახლა ეს. და რომელიც მოკლა არიმანმა, ეს აბუდადი. პირველი ხარი. Er war Mann und Weib zugleich. ანუ ქალიც იყო და კაციც ერთად ეს აბუდადი. ორივე ერთად იყო. Überaus heilig und Gegenstand der Anbetung der Engel. და ესე იგი წმინდანად აღიქვებოდა, როგორც ესე იგი heilig, ანუ ხო წმინდა იყო და ანგელოსთან მსგავსი. ოღონდ ქალის და კაცის ერთად იყო ეს პირველყოფილი კი არა და როგორ თქვა პირველქმნილი ხარი. Der Zweck Ahrimans, das Geschlecht, welches die Welt bevölkern sollte, zu vernichten, war mithin nicht erreicht. ესე იგი, Ahrimanis სურვილი, რომელიც იყო, რომ მთლიანად დედამიწა დაიპყრო, ვერ მიაღწია, darum schickte er einen Div. და დევი გამოაგზავნა Ahrimanმა. Astutschad ერქვა ამ დევს. Nebst 1000 anderen Genien des Abgrunds gegen ihn zu kämpfen. Am მხარის წინააღმდეგ, რომელიც ქალის და კაცის ერთად იყო, ხო? და წმინდა იყო და ანგელოსთან მსგავსი იყო, Ahrimanმა გამოუგზავნა დევი, რომელსაც ათასობით გენიები გამოაყოლა, მაგრამ ვერ მოიგო მაინც ომი. 30 წლიანი ომი. რა მოხდა? Die seinem Körper entfließenden edlen Säfte befürchteten nunmehr die Erde. Über den ungestörten Fortgang des einem Teil sagte der IZ. Der Izet Nerisheni. Izet Nericheni, იცით ვინ არის? Izet Nericheni. გაგიგიათ რამე Izet Nerichenis შესახებ? ესე იგი, Ahrimanებს როგორ შეერთებია, იცი? Ahrimani მოშიახებს შეერთებია იმის მიხედვით, იმიტომ რომ მეშია და მეშიანები არსებობდნენ აი ამ გადარჩენილი, როგორც ჩანს თავის სხეულს დაეხსნა ეს ამ ომში ეს კაიომორცის წარმომადგენლობა და რაღაცა თავისი თესლიდან აღმოცენდა სხვა სახეობა. აი ამ სახეობიდან კიდე რაღაცა აი ამ ხეზე რო ქონდა ლაპარაკი, მეშია და მეშიანების ის აღმოცენდა თესლი და ამათ შეუერთდა მე Ahrimani. გესმით, როგორც ჩანს იქ მოკლედ იყო აღწერილი და აქ რო განვაქცეთ, ესე იგი რაღაც მომხდარა ესეთი, რომ Ahrimani დაერია აი ამ პირველყოფილ კაიომორცებს, ვეღარ დავიმახსოვრე, კაიომორცებს. კაიომორცებიდან აღმოცენდნენ მე მართალია ვერ გაანადგურა ბოლომდე, მაგრამ მისი თესლი გამრავლდა და ეს ადამი და ევას წარმომადგენლობა მოშია და მეშიახი აღმოცენდნენ ქალი და კაცი როგორც ჩანს და აი ამათ შეუერთდა მე Ahrimani და მათთან ერთად მე მაინც ომს აწარმოებდა, როგორც ჩანს ამათთან აწარმოებდა ომს, თლიანად დედამიწის დაპყრობა უნდა და მე ჩამოაგდო
რაღაცა კომეტა, დედამიწა ცეცხლში გაახვია და ის სულები, რომლებიც გადარჩნენ, ხო, მისი გენიებიდან, არიმანის გენიებიდან ისინიც მე შეუერთდნენ საბოლოო ჯამში ამ რა ერქვათ იმათ? ორმუზდებს. ორმუზდები რაღაც ქართულ სიტყვას გავს. ორი მუზდი. ორმუზდებს შეუერთდნენ მეგობრებო, მაინც ორმუზდები მაინც ბოლოს იგებენ რა და საბოლოო ჯამში ეხლა ვარ ჩვენ მაგომში, მე მგონი აი ეს იუდეური და ის რომ იდის შეფარული ომი რომ იდის, ხო? იუდეველებსა და ქალდეველებს შორის აი ნახე დევი გამოგზავნა თავისი გენიებითო რა და ქალდეველებთანაც დევი ხო არის კავშირში, რაღაცა არის კავშირში, ახლა ამას გამოძიება უნდა, მაგრამ არ არის აუცილებელი ჩავეძიოთ, თვითონ გამომჟღავნდება, ყველაფერი თვითონ უკვე გაიხსნა ეს პორტალი, როგორც ჩანს, ამ არიმანის პორტალი გახსნილია და არიმანი გამოამჟღავნებს თავის თავს, გამომჟღავნდება ვინ არიან ეს ორმუზდელები, ვინ არიან მეშიანები და ვინ არიან კაიო მორცები. გამომჟღავნდება ყველაფერი მეგობრებო, დარწმუნებული ყავით ამაში რა. არიმანი უკვე თავის თავს ამჟღავნებს. როგორც ჩანს, ვეღარ იმალება. You know what I mean? საინტერესო არის კიდევ ეს ორმუზდების შესახებ წავიკითხოთ ვინ არიან. მოდი ვინ არიან ორმუზდები. სპარსული მითოლოგიიდან das höchste Licht, ანუ უმაღლესი სინათლე, der Inbegriff alles Guten, reinen, edlen hervorgegangen ist aus dem leuchtenden Urgrund. აი მე რო ვიძახი ხოლმე მეგობრებო, უმაღლესი სინათლეს რომ მიუმართავ ხოლმე სული წმინდას. ეს ორმუზდები არის სული წმინდის წარმომადგენლები, უმაღლესი სინათლე, რომელიც აი შეურყვნელი როგორც იქ არის, ხო, იმაში აღწერილი და მოხსენიებული გნოსტიკურ სახარებაში ურყვნელი, შეურყვნელი და ყოვლად თვითკბარი სინათლეა ეს, რო იცოდეთ ორმუზდები. Sarvana, Acharana, zugleich mit seinem Gegensatz Ariman. Arimani მისი საპირისპიროა. ამ სინათლის საპირისპირო არიმანი არის ახლა. Acharana არ ვიცი ვინ არის და Sarvanaც არ ვიცი ვინ არის. ავარაუდოდ ეს ინდური ფილოსოფია არის. Der tiefsten Finsternis, dem Inbegriffs alles Bösen und Urreinen. Von Ormus Schöpfung austritt Sarvana Acharana zurück und überlässt jenen die Erschaffung und die Regierung der Erde. Ormus höchsten Licht. ესე იგი დაჟე რა არის ნათქვამი აქ იცით რომ ცეცხლი მოიხსენიება როგორც აი ამ ორმუზი ცეცხლით ასაზრდოებს ამ დედამიწას და მერე ის არიმანი შერყნის ამ ცეცხლს. რა საინტერესოა რა ეს ცეცხლის საკითხი, იმიტომ რომ ამირანიც ხო ცეცხლს პარავს ღმერთებს. ეს ცეცხლი ოღონდ როგორც ჩანს არ წვავს. თორმეტი ათასწლიანი ომი აქვთ.
ხო დავითვალეთ, ანუ ამათ შორის არის 12,000-ლიანი, 3,000-ლიანი დეკადებით რა. იგივე წერია მეგობრებო, რაც წეღან უკვე და ანუ ეს სინათლე ყოვლად ურყვნელი სინათლე და სიბნელე, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ღმერთმა შექმნა და ესენი ერთი მეორის შენაცვლებით უნდა ყოფილიყვნენ, ესე იგი თავიდან 3,000 წელი სინათლეს უნდა ემეფა დედამიწაზე, მერე უნდა ემეფა სიბნელეს და მერე უნდა ემეფა ორივეს და მერე ორივე უნდა განადგურებულიყო. ანუ ან შეერთებულიყო, როგორც ჩანს ბოლოს შეერთდებიან ეს ორივე, შეერთდებიან. ბოლო 3,000-ლიან დეკადაში ორივე, ანუ ეს არის ახლა რაც წავიკითხეთ, ეს არის პროგრამა. ეს არ არის ის, რომ ეს მოხდა ოდესღაც, ან მოხდება. ეს პროგრამა არის. ამ პროგრამის მიხედვით ან იარსებებს კაცობრიობა, ან ამ პროგრამას გადააპროგრამებს. გესმით? და თუ გვინდა რომ ეს ამ პროგრამის მიხედვით ვიარსებოთ, მაშინ ჩვენ ჩავჯდებით ამ პროგრამაში და ჩარჩოში და ერთ რეგიონს ვიტრიალებთ ესე და რომ ვამბობ ხოლმე რომ ქრისტემ გახსნა იოტა, ხო? იოტა გახსნა. ეს იმას ნიშნავს რომ გავიდა ამ ჩარჩოებიდან. ქრისტემ შეცვალა, აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა. და ამ არიმანისა და ამ ოზმუნდის ბრძოლები და ასე შემდეგ აღარ არის საჭირო რა, ეს ყველაფერი არის წარსული. და აწმყოში, როდესაც ჩვენ ახლა აი აქ ჩვენ ვქმნით აწმყოს თავად, ხო? აწმყოში ჩვენ ვართ ჩამჯდარი, ჩვენ თავად ვქმნით მომავალს. მოდი ჩემთან, ჩემო პატარა ბიჭო, მოდი. მოდი აქ ჩემთან, მოდი, ჩაგეხუთო, მოდი. მოდი აქ. ჩემთან კუნუტო. ის ყველი. ხო და დედიკო ესე ვყვები ხა ზღაპრებს, მოდი, ზღაპარი მოუყვეთ. შევქმნათ ჩვენ მომავალი. მიესალმე, რატო არ მიესალმე ჩემს მაყურებელს? ემარჯობა. ხო და ესე გავაკეთოთ რა მეგობრებო რა, შევქმნათ ჩვენი მომავალი. არ გვჭირდება ახლა ეს ამ ჩარჩოში ჩაჯდომა რატო გვინდა? არ გვინდა ამ ჩარჩოში ჩაჯდომა. ჩვენ გვინდა რა? რასაც გადავწყვეტთ ის მოხდება, ხო? ან გავაგზავნებთ ესე ბრძოლას ბოლომდე. ერთი წუთი დედიკო. ან გავაგზავნებთ ესე ბოლომდე ბრძოლას, რომ დავერევით სინათლე და სიბნელე ერთმანეთს, ან კიდე საბოლოო ჯამში შევერთდებით და იქნება ინი და იანის ჰარმონიული პოზიცია. გესმით? მე ვფიქრობ, ანუ თვითონ ეს ქაოსი, ამიტომ ვამბობ რა, რომ ყველა ქმნილებას აქვს არსებობის უფლება. თავისი ადგილი უნდა ქონდეს უბრალოდ მიჩენილი რა. ისე უნდა იყოს, რომ ქაოსიც იყოს და ჰარმონიაც იყოს. ქაოსი უარ არსებობდეს, ვერ გავიგებთ რა არის ჰარმონია. ჰარმონია, აი ჰარმონია. საინტერესო კიდე რა არის იცი ბოლო აპოკალიფსური პერიოდის დროს, ესეც რა თქმა უნდა ჩარჩო არის, ბოლო ომი აქვს, ბოლო მხედარი არის ჰორმონი, იგივე ჰარმონი. ანუ ქაოსი, ჰარმონი, ჰორმონი და ასე შემდეგ. ჰორმონი რა არის ახლა ჩვენში? ჰორმონები არეგულირებენ ჩვენს ხასიათს. თუ ჰორმონები არეულია, ესე იგი ქაოსია. ხო, აი ყველაფერი ხო ერთნაირად არის შექმნილი, როგორც პატარაში, ესე იგი მიკრო ისე მაკრო სამყაროში, ყველაფერი ერთნაირად არის შექმნილი. სისტემა ერთია რა, ერთია სისტემა. და ამ სიტუაციით წაიღე დედიკო ჩემი ანბანი. რა? ჩემი ანბანი რო წაიღე, რატო აღარ მოიტანე? რომელი ანბანი? აქ რო იდეს ანბანი. ამიტომ ჩემო კარგებო, დავარეგულიროთ ჩვენ თვითონვე რა გვინდა. ეხლა ჩემ ყურამდე მოვიდა ამირანის, ნარიმანის და არიმანის კარზე აკრეფილებიანენ ჩემზე ისე რომ იქ რომ გამოვცხადდე, მოკლედ აი დაჟე იმისთვისაც გამიმეტებიან რომ ციხეში ჩამსვან გესმის და კარგით რა ხალხო რა არ მოგწინდათ ეს საბავშვო ბაღობანა. აი ნუ ხართ, ამოდით მაღლა, ამოდით სინათლეში.
არ გჭირდება ეს ერთმანეთის დაჭმა და ერთმანეთის სიტყვიერად მითხარი. რაში გჭირდება ცემა, ტყეპა ან საკანი? სიტყვიერად მითხარი, რა გინდა რომ მითხრა? სიტყვიერად. ამოდით სინათლეში რა. სიტყვა კიდეს ყოველთ ურყვნელი სინათლიდან გამოვიდა სიტყვა. იმიტომ არ ლაპარაკობს არიმანი. არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ მას სიტყვის უფლების თქმის თავის თავთან, ანუ ბრძოლაშია თავის თავთან. ან როგორც ჩანს, აქ მითოლოგიის მიხედვითაც თავის თავთან იმდენად ბრძოლაშია, არ ამყარია თავის თავში და ეს ანადგურებს მას. ეჭვები ეპარება თავის თავში, გესმის? რო შექმნა ღმერთმა, რახან სიბნელია, უნდა რომ სინათლე იყოს, მაგრამ სიბნელია და ის სიბნელე იმით არ კმაყოფილდება, როგორც შექმნა ღმერთმა, იმით არ კმაყოფილდება, თავის თავში ეჭვები ეპარება, ამიტომ უწევს მე დანარჩენ სინათლეს ბრძოლას. გესმით და არ გვინდა რა ისეთი ისენი, რომ საბავშვო ბაღობანა დასრულდა. ეს 12 წლიანი ომი, 12000 წლიანი ომი და წავიდა. სად დედიკო? იქ მაღლა მაყურებლები, ისინი მიყურებენ. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, გაკოცეთ ბევრი და გვეყოფა ომი. გვეყოფა დასრულდა. საბოლოო ჯამში ოზმუნდს უერთდებიან არიმანის წარმომადგენლები, იმიტომ რომ არიმანი ნადგურდება. თუ გინდათ ასე გააკეთებთ, თუ არა და დარჩით მაგ თვითონ შეიძლება რამეს უყუროთ. ეხლა გავთიშავ. გაკოცეთ, ეს რა არის? გაკოცეთ, წავედი, აბანე. გაგად. აკულეა. რა? თავი. აკულეა, მაშინ ეხლა ვეღარ გავთიშავ, თუ რა ხდება? გასაგებია რომ თავდება.